მეგობრებო, მე მოვედი. ეხლა შემოვქანდი სახლში და ვიფიქრე, რომ მოდი მეთქი ერთი უცბაშად პატარა იმას როგორ ვთქვა? პატარად შემოვარდები მეთქი რა, არ ვიცი ვეღარ. ეხლავე დავკეტავ, გავაღე ყველაფერი, სანამ გავდიოდი რომ განიავდეს. და ეხლავე მივხვდი რომ ყავისფერი პალტო არის თხელი. ხო და მივხვდი ადამიანი რომ გცივა. ხო და დღეს ჩავიცვი ესა. და მგონი რომ ძალიან დამთბა და დამცხა. დაიცადეთ. აჰა, დავკეტე. ეხლა გავიქცევი იქითაც დავკეტავ და ეხლავე მოვიქცევი. ჰაიდე. ეხლავეც მოვიქეცი. მოვიქეცი კი არა და მოვცქრუნდი. დაჯენანა დასკამდი. დღეს არის ისევ ის მაცვია რა ქვია, მოკლე კაბა. ხო და ვაიმე. ხალხო, ამოვისუნთქე. არ ვიცი მე დავრბივარ და რას დარბიხარო, მართლა დავრბივარ, ოღონდ აი სწრაფი ნაბიჯით შემიძლია და დავდივარ და მიხარია. აი გუშინ საღამოთი რომ წავედი იქ საბუთების გასაკეთებლად, ხო? რა ქვია, რომ მოვდიოდი, ჩქარა მოვდიოდი, ცოტა ავაჩქარე ნაბიჯი, რომ ის კომპიუტერის ბიჭი რომ უნდა მოსულიყო და ვიფიქრე მაინც მეთქი დავხვდე სახლში, რამე არ დაჭირეთ შევქმარ და მართლაც დაჭირდა გამაგრძელებელი და არ იცი სად რა არის. ხო და ისა, სწრაფად მოვდიოდი და უცებ დავაფიქსირე, ჩემი თავი დავიჭირე, რომ ღმერთო, რა ბედნიერი ვარ, დავდივარ. როდესაც რაღაცა გვაქვს და არაფრით არ ვაფასებთ იმას, რომ არაფერი არ არის და მე რო არ აგეკ, როგორი კარგად აფასებ. მე საერთოდ რას ვიფიქრებდი, რომ თვალი არ მეცეს და ისა რა ქვია, რას ვიფიქრებდი, რომ აი თავისუფლად და სწრაფად და უმტკივნეულოდ გავივლიდი. ანუ ყოველი ნაბიჯი იყო აი უზომოდ ტკივილი, წლები და როგორ ნერვები მეშლება, რომ რატო ვითმენდი, რატომ. აი იქით, აი ჯერ ახალგაზრდა ხარ, რა ახალგაზრდა, იმ ექიმის არ იყო, ჭკვიანი იყო ის ექიმი ერთი იქა ჩრდილოეთ. ეხლა გინდა სიარული, სანამ ახალგაზრდა ხარ თუ 14 წლისა რო გახდები და მაინც ვეღარ ივლიო. აი მართალი იყო. ხო და ეგრე. ეხლა სამშაბათია დღეს. ჩემი ქმარი ცოტა ადრე გაბრძანდა, იმიტომ რომ გადასახადები აქვს, რაღაცეები ქონდა, რეცეპტები უნდა გამოიტანოს, ანუ სისხლის ანალიზი უნდა გავიკეთოს რა, მეც და მაგანაც. არა, მე უნდა გავიკეთო იმაზე, დიაბეტზე, რა ქვია, ჰემოგლობინა გლიკატა, ქართულად თქვენ იცით კარგად, ხო და 3 თვე რო ამოწმებს 3 თვის დიაბეტს, მოკლედ ეგ უნდა გავიკეთო კონტროლი. ეხლა ხო და მეც მალევე გადავიცვი და გავვარდი. არც არაფერი არ მინდოდა დიდი, არაფერი როგორ ვთქვა, არ შევერიე და არაფრის ძებნა არ დავიწყე, პირდაპირ მივადე კი იმას. რა ქვია, ნასკები, რა ქვია, დასკებს და წინდები. იმიტომ რომ ისა ამის ყოველ კვირა ვყიდულობ თითქმის, როცა ბაზარში დავდივარ, ახალს რასაც დავინახავ რომ ტკბილია ვყიდულობ, იმიტომ რომ ამ კაცს ეყინება ფეხები, იმიტომ რომ ეხლა რა თქმა უნდა სისხლის მიმოქცევა ისეთი აღარ არის, აღარ დადის, არ მოძრაობს და ფეხებზე სცივა და მე ხო საერთოდ სუმცივანა ვარ ფეხზე, ხო და ეხლა წინაკვირას ვიყიდე, არა კაცო წინაკვირას კი არა, სანამ იქ წავიდოდით, მანამდე ახალი წლების წინ რაღაც ეს ნასკები, გეტრები, მამაკაცისა. და არის ქიშმირი არის, აი სხვა ხატია გონი. არა მინახია სხვა დროს, წელს არის შემოსული რაღაცა თბილობები, არ იყო ხოლმე ადრე არანაირად და ძალიან მოეწონა. ეხლა აი უკვე გაფუჭდა, წინა ძალიან რბილია და ფაფუკი. ეს ისეთი აღარ არის, უკვე გააფუჭეს. აიმე. ხალხო, ერთი პირველი შემოსვლა რომ ძალიან კარგი შემოვა, ნებისმიერი რამე ეს იქნება
თუნდაც სარეცხვის საშუალება, აი ატაკის საწმენდის სითხე, რაც გინდა, ხო და ვიყიდი დედა ძალიან კარგი. მეორეთ რო იყიდი უკვე აღარ ვარგა, უკვე ფუჭდება. ხო და ამეებისთვის წავედი 2 წყვილი ვუყიდე და ძალიან მოეწონა. ჯერო ისო რომ ფეხზე არის ძალიან სასიამოვნოო და რბილიო და წავედი და 3-ღა იყო, აღარ იყო, ჩემ წინ ერთი ცალი ქალმა იყო და იმ ბიჭს ვეუბნები რომ კიდე არის და რა ვიცი მანდ ნახ მოვიდა იმ ბიჭმა და ვერ დაიდახა აღარ არისო. მე ვიპოვე 3. ეგ 3 ეს ერთი ჩემთვის წამოვიღე დაბალყელიანია და ასევე გამომადგება. ხო და ეს კიდე მეოთხარი აბა რა არის მეთქი ყველაზე თბილი რა გაქვს მეთქი და არ ვიცი აი ეს მომცა მოთხილამურეებს აცვიათო არაოფლებს ფეხს და თბილად ააქო და არ ვიცი წამოვიღე ესაც ერთი ძალიღა იყო. მე წავედი ცოტათი შევალ მეთქი ცოტათი გავივლი ბევრი სიარული მეზარი მარტო ესენი მინდოდა ხო და მე ესენი დავინახე ამას ვიყენებ გადასარევად ეს არის ცელოფანები რომელსაც თასზე წამოაცვა იმაზე თეფშზე წამოაცვა სადღაცა თეფში მაქვს დაიცათ აქა ერთი ძალი თეფში იყო აი ეს იყო ერთი დარჩენილი ერთი ძალი არ ვიცი ეთყობა გაყიდეს კომპლექტები იყო და ერთი იყო და ედოთიკა და ყიდი 1 ევროო ხო და ძალიან მომეწონა ეს აი ძალიან უზორიც მომეწონა და თან წვანე და ეხლა ხო და ამას ვიყენებ ნებისმიერი რამე ყველი აი ეგრე თუ ყველი დამჩა თუ ძეხვეული კარაკი თავის საკარაკეში დევს ნებისმიერი რამე თუ ცომიზე თასზე გადავაკრავ თუ თავისი საფარებელი არ აქვს თას ნებისმიერ რამეზე მოკლედ კარგად ვიყენებ ხო ეს თებში ვიყიდე ხო და ამებსაც ვუყიდულობ ხოლმე ესა ადრე იყო 100 ცალიანი და ღირდა 1 ევრო 100 ცალი. ეხლა 50 გახადეს და ისევ 1 ევრო. რადგან ფასი არ მოუმატეს 1 ევრო დააკლეს, გაანახევრეს. სუპერმარკეტში შევედი ეხლა და მე ვთხარ დაუძახე იმ ვინც არის ხილბოსტ მე ვთხარ ეს თქვენი ფასები მეთქი. იცით რას ამბობენ მეთქი? რაო? რა და ხელი არ დამაკაროთო აი ესე იძახიან მეთქი. გადავარ და სიცივით მოკვდა. ბადრიჯანი 4 ევრო და 20 ცენტეს თუ 4 და 59 აღარ მახსოვს. ყაბაყი, კრეტინი ყაბაყი, ვაიმე დედა, ვაიმე რა 4 თუ 5 ევრო, არ ვიცი რაღაც. ფასებია, არ ვიცი, მანდარინი 1 კილო, მანდარინი 3 ევრომდე ღირს, 2.70. არაფერიც არ ვიყიდე. ჯერ ერთი რომ მაქვს და მეორე კიდე შპილკები ვიყიდე, შპილკები, ოჯახის ქალი ხო ვარ. წვანეები და სტაფილოსფერები. სულ ყოველ გაფენაზე 1-2 ცალი დაბლა მიდის. ანუ მივარდება რა. ხან გატყდება, ხან ხელიდან გამივარდება, ხან და ყოველ დაფენაზე და სარცხის საკრეფაზე 1 ცალი მაინც მიდის და სულ მჭირდება ხოლმე და რადგან დავინახე ამ პარკების გვერდზე იდო და გამოვიყო. მე ხო მე მაგბიჩთან აი ამას ძალიან კარგად ვიყენებ, ეს არის მტვრისტილოები. ძირითადად მტვრისტილოა, მაგრამ მე ვიყენებ იმაზე, რა ქვია, ზვიფერი, აი იატაკის ის რო არის, მსუბუქი რო არის, რა ქვია, არ ვიცი, ზვიფერი, იატაკის ამას ზედ დავამაგრებ ხოლმე და დავდივარ. ძალიან მსუბუქი როა. ხო, ეგ მაგისთვის ვიყიდე. ესენი ყოველთვის ვერაუპოულობ და მაღაზიაში თუ ვნახავ ძალიან ძვირი ღირს ხოლმე, მაღაზიაში ღირს ხოლმე 3 ევრო 3 და რაღაცა და ბაზრობაზე ეყარა ესენი. აღარ იყო ესეც 2 ცალი და წამოვიყოლე. მაკარონს ავყრი რაც გინდა კი ჩაყარე, მაგრამ ძირითადად მაკარონისა, იმიტომ რომ აქ აქვს ისინი 100 გრამიანი ნახრეტი და 200 გრამიანი. ნუ 200-იანი მე არ მჭირდება, მაგრამ მაინც. ეს 2-იც გამოვიდევნე. მე პიჟამო, ესეთი პიჟამოები ვყიდულობ ყოველ წელს. ნუ მე რა თქმა უნდა ვყრი, მაგრამ ლურჯები მაქვს ეხლა 2 წყვილი ესეთი და ეხლა ესეც წამოვიღე ჩემს თბილია, ანუ აი დაბამბაზიავებული რო არის ფელპატო, არ ვიცი ეგა. მე ვიფიქრე რომ ეგოისტი ხო არა ხარ ნანა მეთქი. აი ეს 5-ით იყო და
მეოთხარ ოღონდ 5 აღარ გამატანო, აივანი სავსე მაქვს მეთქი, იმიტომ რომ თუ პარასკევს დაგავიწყდა რომ ქაღალდის ნაგავია ჩასატანი და დაგჭა, მე უკვე მეორე კვირა, სავსე ორი კვირა და ეხლა ყუთები რომ მოდის შეკვეთილი. ეს შალივარია. იმედია და კარგად ექნება, კი ბატონო. და ესეც ზედა, ესეც თბილია. ესეც თბილი. აჰა, ესეც ვუყიდე ბიჭსა. მე წამოვედი შევედი ჯერ სანამ ბაზრობაზე შევიდოდი ყავადავლიე, რომ გამოვედი ბაზრობიდან, მოვიტანე ნაყიდობა, დავყარე და ისევ წავედი, გავედი და ისევ, რა ქვია, სუპერმარკეტში შევედი, მე ისევ ყავადავლიე და დღეს მაიმუნობა ჩავიდინე და რა ქვია, მაგას კრუასანი მივირთვი. ხონთ გულსართით არა, ცარიელი რა, კრემი და რამე არა. ხო და მოკლედ ეს ერთი ბაგეტი ვიყიდე. ჩემ მეუღლეს კარგა ხანია ესეთი პური არ მიყიდია და ვიფიქრე, მოდი მეთქი ამას წავუღებ. აი ამ ხელა პურს ჭამს ხალხო 2-3 დღე, არა ჭამს და მაინც ვერ იკლებს წონაში. ვერ იკლებს, იმიტომ რომ ტორტებს უბაყუნებს. ეს ის არის, რა ქვია, ბერძნული იოგურტი, რა ქვია და ბერძნული იოგურტი. 5%-იანია ცხიმიანობა, არა ვყიდულობ არასოდეს 0%-ით და თქვენც გირჩევთ, რომ არანაირი რძის პროდუქტი 0%-იანი არ იყიდოთ. არც არაფერი სარგებლობა არ მოაქვს და პირიქით არის შაქრით გამოტენილი, იმიტომ რომ როდესაც რაც უფრო რაღაცებს აცლიან, ხო, შაქარს უმატებენ. ლაქტოზას გარეშე რძე რატო არის შაქრით სავსე? იმიტომ რომ გემოებს რომ აცლიან, მე შაქრის ხარჯზე ხდება კომპენსაცია და კიდე 1000 რამე მინარევები. ხო და ეს ორი ცალი წამოვიღე ჩემთვის, იმიტომ რომ ჯერ ერთი არც უყვარს ინოჩენტეს და მე კიდე ლაქტოზ. მე ორი მოცარელა ლაქტოზას გარეშე ინოჩენტეს. არ კი მინდა დღეს და ხვალე არ მჭირდება, მაგრამ ეყაროს, რა ვიცი მე, ვადა ჯერ აქვს. ეს ბრუსელის კომბოსტო. ბრუქსელის კომბოსტოა თუ ბრუსელის კომბოსტოა. აბა დამიწერეთ თქვენ, ჩვეულებრივი კომბოსტოს ვერ ავშოულობ ხალხო, ვერ ავშოულობ, ხო და ესა. დამიწერეთ, რომ როგორ გავაკეთო. როგორ გავაკეთო. ამას წინათ ვიყიდე და უბრალოდ აი ესე შუაზე ჩავჭერი და წამოვადუხე. მარილწყალში. ნუ მე ხან პილპილი მოვაყარე და მაგრამ რა ვიცი, ან თქვენ თუ რამე იცით, ან რაში გამოიყან სალათებში, დავგუგლავ კიდეც რა ვნახო. და რაიმე ეს ჩემი მეზობელი დილასაკეთ, კარები არ გაჩერებულა მაგით. და ეს არის კიდე თქვენებურად ვერმიშელი და აქ კიდე დამტვრეული სპაგეტი ქვია. იმიტომ რომ ვერმიშელი უფრო ძალიან მეტად წვრილია და ეს არის დამტვრეული სპაგეტი. და დღეს გვაქვს ოსპი და დამტვრეული სპაგეტი. მე ალბათ მარტო ოსპის მივირთმევ და ისა წუხელ საღამოთი გვიან ერთი ყაბაყი, ორი პატარა სტაფილო, ერთი პატარა პამიდორი ხახვი და ბულგარული წიწაკა, ერთი დიდი. ნუ, ორა ერთი ძალიან დიდი. და ეგენი ყველაფერი ერთად ჩავჭერი, მარილი, პილპილი, ზეთი და ღუმელში შევაგდე. აი 12 საათი იყო. ძალიან არ მოვთუშე და დღეს მექნება ეგ. დღეს მექნება ჰარვარდის თებში. ანუ ნახევარი ბევრი ბოსტნეული, ცოტა ცილა და ცოტა ისა, კარბოჰიდრატები. კარბოჰიდრატები, ნახშირწყლები, არაფერი არა მაქვს, რა მაქვს, არაფერი არ მაქვს. ეს, ხო, ეგა. მერე რო გამოვედი ამ სუპერმარკეტიდან, ვიფიქრე, რომ რამდენი დღეა ცელოფანის პარკები არა მაქვს, აი რულონს რო ვყიდულობ ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მოსახერხებელია თუ პური ჩადო, თუ მაცივარში რამე გინდა, ნუ რა ვიცი, მე ძალიან მჭირდება ხელში ხოლმე, რომ რაღაცა სუფთად და დაწევრებულად იყოს.
ხო და ვიფიქრე ახლა მოდი შევირბენ ამ სუბდასახლია თუ რა პროშოპი ქვია საშუალებების მაღაზიაში და მარტო მაგას ავიღებ და გამოვარდები. რომ შევედი უთხარი არ მინდა არაფერი უცებ უნდა გავიდე მეთქი. კარგიო მითხრეს. ხო და უცებ-უცებში ავიღე პარკები და რომ მოვდიოდი სალაროსკენ გზა და გზა რაც ხელში მომხდა ავიღე. ეს პატარა ზომის პარკებია და თან ცოტაა 100 ცალია ამაში. ამაში არის 200 და ცოტა დიდი ზომა არის. ეს საყინულეს პარკებია და არ ვიცი რამდენი ცალია შიგნი. 320 ცალიო. ეგა 2 ცალი ხილის თეფშები, პატარა პლასტმასის ხილის. ეხლა თუ ვინმე უნდა გამოხდეთ და ძალიან ბუნების დამცველი ხართ და ძალიან და პლასტმასებს რატო იმას ეშვებითო არ გინდათ არ შეწუხდეთ აი იმას აზიას მიხედეთ თქვენ საოცნებო კორეას მიხედეთ თქვენ საოცნებო იმას რა ქვია აზიის ქვეყნებს მიხედეთ ვიეტნამს და ასე ნებისმიერს სადაც ყველაფერი პლასტმასია და იმაში რა ქვია სუპსაც კი პლასტმასის პარკებში ასხავენ ხო და იქ მიხედეთ რა ევროპა დიდი არაფერს არ მოიხმარს პლასტმას რასაც იქა ერთი ცალი კოლგეიტი ერთი ცალი გაეგდო ეს სამაგიდაცვა რომელსაც ჩვენ ვიყენებთ რა კოლგეიტი იყო ადრე უიაფესი ეხლა გახდა ოქროსი დაძვირდა რა დაიაფთა რომ და ეს კიდე საპონია ხელის საპონი ძალიან როდესაც ვყიდულობ 1 ლიტრიანით 9 litrიანი ხო თავისივე იმით პომპით უცებ ისე გათშილება გათავდეს რომ არ თუს არ აკონტროლებ ხო და ამას ყოველთვის მაქვს სახში გინდა ჭურჭლის ჟელე და გინდა ხელის საპონი აი ესეთი დიდი ფორმატით ყოველთვის ვყიდულობ რომ ვიცოდე რომ მაქვს რო გათავდება და დავინახავ რომ გადავაგდებ მე ახალს ვიყიდი ხოლმე და ესეც გამოვიყოლ რა ღირდა როგორ აღირდა აი აპროშოპში წარმოდგენა არა მაქვს იმიტომ რომ მართლა არ ვიცი არ ის ჩეკი ხო აი არ ვიცი რა ღირდა მეთქი და ჩეკი ვისია ხო ეს აღირებულა 2 ევრო 2 ევრო ეს აღირებულა 3 ევრო 2 და 99 რომელიც რო ღირდა ხოლმე ევრო ნახევარი ეს პატარა არა ეს 1 ევრო ეს 2 და 40 და ეს 2 და 20 ან ეს 2 და 40 და 2 და 50 ეს თეფშები 1 ცალი 20 ცალია და 1 ევრო 95 ცენტი და მორჩა 12 და 30 გადამიხდია აქა ეგ არის ეს იოგურტი არ ვიცი ევრო და 30 ღირს თუ ევრო და 40 არ მახსოვს ეს პური ევრო და 10 ცენტეზე ადრე 1 ევრო ღირდა ესენი მოცარელა 100 გრამიანია და ევრო და 30 ადრე ღირდა 80 თეთრი 99 ევრო და 10 ევრო და 2 ევრო და 40 ავიდა აჰა ეგეც გითხართ ეს პასტა არ ვიცი 70 ცენტეზე ღირს თუ რაღაცა პასტა ადრე 40-45 ღირდა 50 და ეხა ეგეც ხო დააძვირდა რა თქმა აი უკრაინის ომი რო დაიწყო ერთი უცებ ყველაფერი დააძვირეს და იმის პირე ყველაფერი მიდის მაღლა ხო და ეგრე ხალხებო აჰა მოგახსენეთ ესენიც გითხარით ინოჩეტეს ვინც მოусმინეთ და კომენტარები დაუტოვეთ ყველას ძალიან დიდი მადლობა და დღეს დაჯდება და გიპასუხებთ ალბათ იმიტომ რომ გუშინ კომპიუტერის ბიჭი ყავდა და არ ეცალა და რავი მე თუ გიპასუხათ ვინმეს არ ვიცი მე მაგრამ ისა ყველას რა თქმა უნდა ყველას წაიკითხავს ხან თუ არ არის ხოლმე თარგმანი ხან თუ რამე სისულელეს უთარგმნის ხოლმე მე მეძახეს ნანა ეს მე ესე არ დამიწერდა ხო და მე ვთხრით აბა ორიგინალი წამაკითხებთ კი და მოკლედ ეგრე ასე ჩემო კარგებო აი მე ეს მაგიდაზე რატო დაგაგზავნე მაგრამ აჰა რა ამ მაგიდაზე ჩვენ არ მივირთმევთ და თუ მივირთმევთ სუფრას ვაფარებთ
ხო და ასე, ეს ჩემი ნაყიდობაც მოგახსენეთ. დღეს არ ამქონდა გეგმაში არც ერთი კაპიკის გადახდა. ეხლა დღეს ან ხვალე ინოჩენტეს ფეხსაცმელები მოვა და გაიკვანძება და გაიკრუნჩხება ჰაერში. აიცის. ჯერ არ იცის რომ ორი წყვილი მუყიდე. ხო და ეგრე ასე ჩემოკარგებო, ეხლა უნდა მივდგე და გამოვხშირო და გადავყარო პიჟამოები ინოჩენტესი, რომელიც არის შარშანდელები და შარშანწინდელები კიდო. ხო და ეხლა წავალ. დავიღალე ხალხო, დავიღალე ვითომ და არაფერი, მაგრამ დილით ცოტა აბაზანას მიხედე. სამზარეულოს არ მიმიხედი არაფერი, 2 ფინჯანია გასაწყი. წუხელ საღამოთი ყველაფერი მასკენ მოაწესრიგე რა. არაფერი არ დამიტოვებია. ხო და გავემზადე, გავედი. ვიჭინავე, ორჯერ გავედი. ხო და დავიღლები, აბა მაგრამ იქნება, თან კიდე თავგადაგლეჯილი დავრბივარ. ასე ჩემოკარ გუში რო წავედი საღამოთი. უკვე დამაღამდა 5 საათი გახდა და იმ ბიჭთან მივედი, ყველაფერი გამიკეთა, გადააგზავნა საბუთები ონლაინ, რამე ყველაფრის ის მომცა, კოპია რა ქვია, ასლები. ყველაფერი გამიკეთა, საბუთები ყველაფერი გადმომიგზავნა, ჩამიდო და იქ გადაგზავნა და ესა მეთქი რამდენი და აბაბა არაფერიო მითხრა არა ვაიმე მეოთხარი რანაირად არაფერი არ აღებს მეთქი თქვენი მომსახურება არაო მითხრა ყველაფერს კარგს გისურვებო აუგურიო ასე ცხოვრებაშიო კაი ვიფიქრე ეხლა ვიფიქრე რა ვქნა მადლობა უნდა გადავხადო არა რომც არაფერი მაგრამ მე ხო არ დავისვენებ გავიხედე და გზის იქიდან იყო არის ერთი ბარი, რომელიც ძალიან არ მიყვარს, აი რა უნდა მოხდეს, რომ იქ შევიდე, უიშვიათესად და გადავირბინე იქ ახლომახლო სხვა არაფერი ისეთი არ იყო და გადავირბინე ბატონო, კიდე კარგი ქონდათ, კარგი ისინი. ნამცხრებიასაც ვერ დაარქმევ რა, აი ბისკოტერიას რა ხქვია. ორცხობილებიც არა, კრემიანები, ზოგი პისტას კრემი რა ვიცი, პისტაკიო, ზოგი შოკოლადიანი, ერთი კარგი დიდი ის ავიღე, გვანდიერას რა ქვია, სინი, პოდროსი, კონტენიტორი, არ ვიცი როგორ არის. ერთი სინი ავიღე და ის შევავსე შოკოლადებით და იმ ნამცხრებით და არ ვიცი რამდენი გადავიხადე, 12 ევრო როგორ არ ვიცი. 12 ევრო გადავიხადე და გადავირბინე, ბიჭო გაკვირებული მეყურეს. მეოთხე ძალიან დიდი ბოდიში რა, მეტი ვერაფერი ვერ მოვახერხე მეთქი და მადლობა რომ მინდა გადაგიხადო მეოთხარი ვაიმე გაგიშდა, ვაიმე გადაირია რა, ჯენტილისიმა ხარო და ვაიმე დიდი მადლობა და წამოვედი მე კიდე დასვენებული, აი და სიამოვნები რომ ბიჭსაც ვასიამოვნე და ვირივით არ წამოვედი. ხო და ეგეც მოვიმოქმედე, ჩავამთავრე და ეხლა ველოდები პასუხს. ას ჩემოკარგებ, წავედი ეხლა მე, ავი ბაბხვები, გამოვიცვლი. დღეს რა კარგად არის, ჩემი კულულები დილასავდექი. აღარ ვისწორებთ მას არც ფენით, არც იმით რა ქვია, ელექტროთი, არა, უთოც ამაკ, ეგეთი მაშაც ამაკ. და აი ესე სველი ხედი დავისველი და აი ეს რაღაცა შამპონი რო ვიყიდე ხალხო იმაში ავონში შამპონი ვიყიდე, რომელსაც აწერია ისა ვოლუმე, აბიომი. გაფუმფულავეთ, მების გაფუმფულავება, როგორ არის ქართულად, მომეხმარეთ ვინმე. მოკლედ რომ აბევრებს. დედა რა მაგარია? აორმაგებს, ჩემთვის აი ახლა რომ გავიშალვა ეგრება, კაი, იმასავით, დევისივით, ხო და ძალიან კარგია. და დილას შველი ხელით ესე გავიკეთე შველი ხელით და დააკუნულავ და დაკუწუწავ და ჩემი თმები ვადავდივარ ბედნიერი ვითომაც და ისა კულულავარ არა და 50 თუ რამდენი ევრო გადავიქნიე მაგ კულულებში რამდენი აი ეს მაინტერესებს ხალხო როგორია ეს საყინულეს პარკები იყო დასაპრესი პარკები, მაგრამ ძალიან ძვირი ღირდა, ბევრი იყო და 10 და 80 და მე მაგდენი რა ჯანდაბათ მინდა. ეს თავისი ის არის არასდროს არ ვეყენე მაგ. პატარებია, მაგრამ არა უშავს რა. საყინულეს პარკებია ესენი. ისენც რა გითხარით მე თქვენ.
ისე გაათხელეს, რომ არ ვიცი. არა და ესენი იყო ხოლმე სქელი. დავაით რა. დავედით. სხვა ვაიმე რამდენი ხანია არ ვიცი როდის იყო 3 ვიდეოს წინ ერთი კომენტარი დამიწერა ერთმა ქალბატონმა ქალბატონმა რა პატარა გოგოები არ მიყურებენ გol ისა პეჩენის ორცხობილას რეცეპტიო მე ორცხობილას რეცეპტს კი გეტყვით მაგრამ ფიქრობდი რომ გადავიღო მეთქი იქნება და ძველები კაი ვინც ახართ ხო იცით მაგრამ ახლებს იქნება ვინმეს უნდა თქო და ესე ნათქვამი რეცეპტი მეთქი რა ვიცი თუ გამოდგება გეტყვით ერთი კვერცხი 120-130 გრამი შაქარი როგორც კი თუ ძალიან ტკბილი არ გინდათ 120-130 შაქარი 100 მილილიტრი თუ მილიგრამი არ ვიცი როგორი თქმება მილილიტრი ზეთი ჩვეულებრივი უსუნო უგემო ზეთი გამაფხვიერებელი ერთი ჩაის კოვზი რა ვიცი მე ნახევარ პაჭკას უკეთებ ხოლმე ვანილი 30 მილილიტრი ფორთოხლის წვენი გინდა ფორთოხალი გამოწურული გინდა ნაყიდი ფორთოხლის წვენი როგორიც გინდა ფანტა რაც გინდა 30 მილიგრამი ერთი ცალი ფორთოხლის ცენტრა გახეხილი 11 გრამიდან ნუ მე დაახლოებით ერთ ცალ ფორთოხალს უკეთებდი ხოლმე და 300 გრამი ფქვილი ესენი არის ზუსტად დასაცავი ზომები თვალის ზომით, ჭიქით, დაახლოებით არ გამოვა. იმიტომ რომ თუ ძირითადად ფქვილზეა საქმე. თუ ფქვილი მეტი მოგივიდა, არ გამოვა ძალიან ხმელი და აი არ იქნება კარგი. ეს ამით ვაკეთებ, გინდა შაქარლამა, გინდა ორცხობილა. გააჩნია როგორ ფორმას მისცემ. მე დღეს გეგმა მაქვს რომ უნდა ეგ გავაკეთო. იმიტომ რომ მე მგონი უთავდება ჩემ ქმარს. და წინა გაკეთებაზე სოდით გაუკეთე და არ მოედგემოს იგებს. არ არის ნანა ისეთიო, სხვანაირიაო. მოკლედ გამაფხვირებელს ვუკეთებ იმის თქმა მინდა. და ისა მოკლედ ერთი კვერცხი 130 გრამი შაქარი 100 მილილიტრი ზეთი 30 მილილიტრი ფორთოხლის წვენი ერთი ფორთოხლის ქერქი თუ არ გინდათ ნუ გაუკეთებ მაინც კარგი გამოვა და 300 გრამი ფქვილი გამაფხვიერებელი ერთი ჩაის კოვსი ერთად თავთქვი რომ მე არ დაიტანჯოს ხოლმე ადამიანები და რამდენს ალაპარაკობ შაქარს და იმას გავთქვეფავ ხოლმე კვერცხს დავამატებ ზეთს ავთქვეფავ ხოლმე დიდი თქვეფა ბუილი არ უნდა მე ფქვილსაც ფქვილს ყოველთვის ვიჭერ ხოლმე ნაკლებ 290 გრამს იმიტომ რომ სხვადასხვანაირია ფქვილი და ჯობია რომ მიაკლდეს ვიდრე და მე მაცივარში უნდა ნახევარი საათი ან 1 საათი გინდა 2 საათი რავი რომ რამდენიც გინდა თავარია მაცივარში შედოთ მაშინვე არ გააკეთოთ დანარჩენი გაათხელეთ და ფორმები მოჭერით ან ბურთულები გააკეთეთ და შაქრის პუდრაში ამოავლეთ და ბურთულები აი დიდი კაკლის ხელა და შაქრის პუდრაში უნდა ამოავლოთ, იმიტომ რომ დასკდება მერე ეგენი და ძალიან ლამაზი შაქარლამა გამოვა. მე დღეს თუ გავაკეთე ეგ ვიდეოს გადავიღებ და მაგასაც დავდებ რეცეპტს ზეპირად გეუბნებით. თუ ვერ გადავიღერო რეცეპტი მაინც იყოს. რავი, აბა როგორ გითხრათ. არ მინდა მე არასოდეს რომ ანუ პირო ვიყო და ან ვინმეს უყურადღებოთ მოვექცე, არ არის ეგ ჩემში აბსოლუტურად და რაღა მაინდა მაინც ეს გამომრჩა ყველა ვიდეოზე მავიწყდება რომ თქვა ხოლმე და აჰა ვთქვი თუ გამოადგება ვინმეს და კიდევ ვიმეორებ გადავიღებ რა და გადავიღებ და იმასაც გადავიღებ როგორი გამოდის და იმასაც გაჩვენებთ იმის თქმა მინდა იმიტომ რომ თუ აკეთებ რამეს ადამიანი და თუ რა მარილი უნდა მოაყარო ხო სწორია ხო და ეგრე რა ვიცი მაინც ეს მაინც ავთქვი იმიტომ რომ ჩემსაც ადამიანი ვერ გაიგებს შეიძლება ეხლა ერთი თვე დავიკარგო მოვდივარ ეხლა ყოველ დღე მოვქრივარ და შეიძლება მე გავკრე ავეთი აბაჰე და აბაჰო ეხლა ხალხებო იმიტომ რომ მივადგები ეხლა ჩემ საქმეებს კოცნით ყველას კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველაფრისთვის ჩემთვის ინოჩენტესთვის ყველაფრისთვის დიდი მადლობა ყოველი თბილი და კეთილი სიტყვისთვის გუშინ მე წავიკითხე ერთი თავიდანვე რომ დაიდო რამდენიღაცა 1-20 კომენტარი და მე ვთქვი რომ ინოჩენტე აი ხა ვარ მეთქი სრულ სავსე ისეთი
კომენტარები დაუწერეთ და თან ადეკვატური და თან რა ვიცი რა ესე რომ შეგიძლიათ რომ ადამიანს მოეფეროთ, გააბედნიეროთ. მე მჯერა რომ გულწრფელად, მართლა მჯერა. და დიდი მადლობა ამისთვის. კოცნით ყველას, აბა ჰე.